გარდაცვლილი ბავშვები, გაუპატიურებული ბავშვები, დაზიანებული ბავშვები, რომლებიც ქუჩაში მოწყალებას ითხოვენ, ტრაფიკინგის მსხვერპლი ბავშვები, ან ძალიან ბევრი პრობლემა. თითქოს არის რაღაცა ტიპის პრობლემა, რომელსაც უნდა გადავაფაროთ, დავმალოთ, არ ვილაპარაკოთ, არ ვიმსჯელოთ. ეს თითქოს ის საკითხი, რომელსაც არავის უნდა რომ მიუახლოვდეს და შეეხოთ. როგორ დავწერო გამოსამშვიდობებელი წერილი? ბავშვები არიან ხოლმე ძალადობის მსხვერპლი, ზუსტად იქ, სადაც ყველაზე მეტად დაცულები უნდა იყვნენ. ეს რაც მის თავს ხდება, ეს ნორმალური არ არის. მამინაცვალი ბავშვზე ახდენდა სექსუალურ ძალადობას, ეს იყო გარყვნილი ქმედება, რომელმაც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ეს ბავშვი. ისევ და ისევ მოძალადე ეუბნება, რომ შენი ბრალია, მე შენი პირადი ცხოვრების სამსახველი ინფორმაცია მაქვს, ამას გაგივრცელებ და ბავშვები ვერ ითხოვენ დახმარებას და შესაბამისად არიან ამ ძალადობის ქვეშ. წლების განმავლობაში მშობლებს ხშირად თავადვე ძალიან უჭირთ ამ თემაზე საუბარი. ცოტა დიდ ასაკში იცმევენ ხოლმე ბავშვები დიდი ზომის ტანსაცმელებს. მან უნდა იცოდეს, რომ მიიღებ ძალადობა გამოვლილ, სადაც შეცდომა დაშვებულ, სადაც სახეებს ვერ ხედავდე, ჩამოწეული ქონდათ თავი და 2-3 შეხვედრის განმავლობაში და მეტიც ზოგჯერ ცდილობდნენ, რომ თმებით დაეფარათ თავის სახე. ბავშვები, როდესაც დახმარებას ითხოვენ, უპირობოდ უნდა გჯეროდეს მათი პირდაპირ მნიშვნელობითაც და გადატანითი მნიშვნელობითაც ჩავკიდებ ხოლმე ბავშვს ხელს. უნდა გიყვარდეს და უნდა გჯეროდეს ბავშვების მოგესალმებით, დღეს გთავაზობთ ასფურცელ ამბების მეხუთე ეპიზოდს და დღევანდელ დღეს გვაქვს შერჩეული ძალიან სენსიტიური, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც საქართველოში არც თუ ისე ხშირად საუბრობენ, არ საუბრობენ მათ შორის არც ტრადიციულ მედიაში, თუმცა დღეს გვყავს სტუმრად ადამიანი, რომლის საქმიანობის ძირითადი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ საკითხს უკავშირდება და რომელიც ყოველდღიურად თავისი საქმიანობის ფარგლებში ეხმარება, ხარს უჭერს და იცავს იმ ბავშვებს, რომლებიც ძალადობა გამოვლილნი არიან. დღევანდელი ჩვენი პოდკასტის სტუმარია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, ჩემი უძვირფასესი და უსაყვარლესი ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ გაბოძე. თამარ, მოგესალმები, მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის და იმისთვის, რომ ასეთ მნიშვნელოვან თემაზე დღეს ვფიქრობ, რომ ვისაუბრებთ ძალიან დიდი სიფრთხილით და პასუხისმგებლობით და სხვა ვინ უნდა ისაუბროს თუ არა შენ. ბავშვთა მიმართ ძალადობის და მით უფრო სექსუალურ ძალადობის საკითხები ვცდილობდი, რომ გამიხსენებინა ბოლოს, როდის გადავაწყდი ასეთ ან სატელევიზიო ეთერს, ან მსჯელობას, ან დისკუსიას, რომელიც არ იყო პარტნიორობა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული და სწორედ ამიტომ პირველი კითხვა მინდა რომ დაგისვა, რამდენად ხშირია შემთხვევები, როგორია მიმართვიანობა და ზოგადად ამ კუთხით რა სიტუაცია გვაქვს დღეს საქართველოში. სალამი მაიკო, მადლობა ძალიან დიდი მოწვევისთვის. პრობლემები არის ძალიან ბევრი ბავშვთა მიმართ ძალადობის სფეროში და განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის საკითხები არის ის თემა, რომელსაც ვერ გავუმკლავდით სამწუხაროდ, იმიტომ რომ მშობლები არ არიან საკმარისად ინფორმირებულები, სახელმწიფოს არ აქვს მზაობა და ნება რო აღიაროს რამხელა გამოწვევები არსებობს, ბავშვები არ არიან ინფორმირებულები, ვერ აიდენტიფიცირებენ ზოგ შემთხვევაში რა ხდება მათ თავს, როცა აიდენტიფიცირებენ უკვე ძალიან გვიანია, მერე მოძალადის ესე ვთქვათ ტყვეობის ქვეშ არიან, შანტაჟის და მუქარის ქვეშ არიან, რის გამოც ვერ უმკლავდებიან აი ამ ძალიან მძიმე დანაშაულს და ხშირად ბავშვები სამწუხაროდ და საუბედუროდ წლების განმავლობაში არიან ამ დანაშაულის მსხვერპლები და პირისპირ ამ დანაშაულთან. არ არის ამაზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, დღის წესრიგში არასდროს არ არის ბავშვების უფლებების დაცვა. ეს არის ძალიან ფრაგმენტული, როცა რაღაცა შემთხვევა მოხდება, ამ შემთხვევაზე რეაგირება, რომელიც უკვე დაგვიანებულია, იმიტომ რომ რეაგირება არის ერთ-ერთი სავალდებულო რამ და არა ერთადერთი და რეაგირებამდე ბევრი პოზიტიური ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, რომ ბავშვებს აარიდოს ზიანი.
და შემდეგ უკვე ყველას ავიწყდება ეს ამბავი. გარდაცვლილი ბავშვები, გაუპატიურებული ბავშვები, დაზიანებული ბავშვები, ბავშვები, რომლებიც ქუჩაში მოწყალებას ითხოვენ, ტრაფიკინგის ხორბლი ბავშვები, ან ძალიან ბევრი პრობლემა, მაგრამ რაზეც ჩვენ ერთად უნდა გვემუშავა, ხო? ყველას უნდა გვეფიქრა ამაზე, რომ ამ ერთი შემთხვევის შემდეგ კი არ დავივიწყოთ ეს შემთხვევა და მე ახალი შემთხვევამდე ეს თემა ჩავკეცოთ. უნდა გვეფიქრა ყველას ერთად, რომ ეს შემთხვევა კონკრეტული როგორ შეიძლებოდა რომ თავიდან არიდებულიყო და ეხლა რა აქვს გასაკეთებელი სახელმწიფოს, ოჯახებს, სკოლას, რომ მსგავსი შემთხვევა აღარასდროს აღარ მოხდეს. ამას არ ვაკეთებთ და ვერ ვაკეთებთ, რაც ყველას პასუხისგებლობაა. პირველ რიგში ეს არის სახელმწიფოს პასუხისგებლობა, იმიტომ რომ სკოლაც და მშობელიც და მასწავლებელიც და ბავშვიც უნდა გააძლიეროს სახელმწიფომ. მშობელს თუ არა აქვს საკმარისი განათლება და სათანადო განათლება, ხშირ შემთხვევაში ვერ იღებს იმ რაღაცა მოცემულობას, რომ შეიძლება ოჯახის წევრი ძალადობდეს ბავშვზე. და მშობლის დამოკიდებულება, მაგალითად დედის დამოკიდებულება, შეიძლება ისე უგულებელ იყოს ბავშვის საჭიროებები, რომ ის ორმაგად მოწყვლადი და მსხვერპლი გახადოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვაღიაროთ, რომ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს და მერე დავიწყოთ მუშაობა, მაგრამ აი ამას არ ვაკეთებთ და ყოველთვის ვართ ერთი და იგივე გაყინულ ადგილას. ამის გარდა თითქოს აი ის მინდა რომ ცოტა მითებსაც შევეხოთ, იმიტომ რომ ახლა ჩვენ ძირითადად, როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ, აი ვახსენე კიდეც ხა სამეგობრო წრეში სამსახურში, რომ აი თამუნა გაბუძესთან მივდივარ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციის საკითხზე, მინდა რომ ჩავწეროთ ჩვენი ასფურცელა ამბები და აი თითქოს აი ესეთ გაცნობიერებულ წრეებშიც კი ადამიანები არ ვიცი ეს იმდენად ობიექტურად ძალიან საშიშია და იმდენად ობიექტურად რაღაცა ადამიანისთვის რაღაც ცდილობს თითქოს არ ვიცი საზოგადოება ჩაიკეტოს, არ ისაუბროს, არ მიაქციოს ყურადღება, თითქოს აი არის რაღაცა ტიპის პრობლემა, რომელსაც უნდა გადავაფაროთ, დავმალოთ, არ ვილაპარაკოთ, არ ვიმსჯელოთ. აი ეს თითქოს ის საკითხი, რომელსაც არავის უნდა რომ უახლოვდეს და შეეხოს და აი ამ კუთხით ვთქვათ რამდენად მნიშვნელოვანია რომ თუნდაც იგივე ვისაუბროთ საზოგადოებაში შედარებით მეტი მსჯელობა იყოს ამ საკითხზე და თუნდაც საზოგადოების მიმღებლობა იყოს და აღიარება იმის რომ ეს რეალურად პრობლემაა. ეს მართალია სტატისტიკა არ იძლევა ამის შესაძლებლობას, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ ეს სტატისტიკა რაღაცა აისბერგის წვერია და მის შიგნით უზარმაზარი რაოდენობაა ბავშვების, რომლებიც ამას განიცდიან. აი ამ კუთხით რა შეიძლება რომ გაკეთდეს, რომ საზოგადოებას უფრო გაუჩნდეს რეალობის აღქმა ამ მხრივ სად ვართ. ცნობიერების ამაღლების კამპანიები, რომელიც უნდა იყოს სისტემური, 1 და 2 სკოლა არა და 1 და 2 უნივერსიტეტი არა. უნდა იყოს ცნობიერების ამაღლება ისე სისტემურად და კოორდინირებულად გაკეთებული, რომ მიწვდეს ყველა თემს, ყველა რეგიონს, ყველა წარმომადგენელს, ვინც ბავშვთან მუშაობს, ეს იქნება მშობელი თუ სოციალური მუშაკი თუ მასწავლებელი, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ბავშვებთან აქვს შეხება და რა თქმა უნდა, ამას ვერ აწევს ვერავინ გარდა სახელმწიფოს. რაც არ უნდა ჩვენ აღმატებული მიზნები გვქონდეს, რომ ჩვენ ამას შევძლებთ, მიუხედავად იმისა, ეხლა კიდევ ძალიან ბევრი სირთულე შეგვექმნა ამასთან დაკავშირებით და უმეტეს სკოლაში ფაქტიურად უკვე შეუძლებელია შესვლა და ბავშვების უფლებებზე საუბარი. მაშინ, როდესაც ამის სივრცე იყო, მაშინაც შეუძლებელი იყო. ვერც ერთი ორგანიზაცია, რაც არ უნდა დიადი მიზნები ქონდეს, ვერ აწევს ამ ტვირთს. ეს არის სახელმწიფოს ტვირთი და ეს არის სახელმწიფოს პასუხისგებლობა. ჩვენ გქონდა მოთხოვნა მათ შორის სამართლებრივი დავა, რომ სექსუალური განათლება დაენერგათ სკოლებში. და რადგან ამას ერქვა სექსუალური, ამის განხილვაც კი პრობლემა იყო და დაახლოებით 3 წელი სასამართლოში ვიხილავდით იმ საკითხს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე, როდესაც სექსუალურად ძალადობენ, მას თუ ექნება ამაზე ინფორმაცია, მას თუ ექნება ინფორმაცია იმაზე, როგორ დაიცვას თავი, ვინ არიან იმ ქვეყანაში, თავის ქვეყანაში ის ადამიანები, რომლებსაც მათი დაცვა შეუძლიათ, რა ევალება სკოლას, როგორ უნდა დააიდენტიფიცირონ ბავშვებმა სარისკო სექსუალური ქცევები, როგორ არ დაექვემდებარონ ძალადობას, აი ეს იყო განსახილველი, რომ სექსუალური განათლება ეს იყო თუ მაგალითად სხვა რაღაცა წამახალისებელი
რომლის საზოგადოებისთვის ძალიან ბევრ შემთხვევაში არის ხოლმე ეს სტიგმები, რომ სექსუალური განათლება რაღაცის წახალისებას ნიშნავს. სინამდვილეში არსებობს კვლევები იმ ქვეყნებმა, სადაც დანერგეს სექსუალური განათლება, იმ ქვეყნებში მოიკლო სექსუალურმა ძალადობამ ბავშვებში, იმიტომ რომ ბავშვებს ადრეულ ასაკში შეუძლიათ რომ დააიდენტიფიცირონ სარისკო სექსუალური ქცევები. უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ბავშვებზე ხდება სექსუალური ძალადობა, უმეტეს შემთხვევაში ყოველთვის არა, ეს არ არის თავდასხმითი. ეს არის შეფარული ქმედებები, ნელ-ნელა იწყებენ ბავშვების ნდობის მოპოვებას, მოძალადეები და სარგებლობენ ბავშვების ცოტა ასაკით და გამოცდილებით. ან ბავშვები არიან პიროვნებები, ადამიანები, რომლებსაც ისეთივე გამოწვევები აქვთ, ან იმაზე მეტი გამოწვევები აქვთ, როგორც დასრულებს, ხო? უბრალოდ მათ ჭირდებათ მეტი დახმარება, იმიტომ რომ მათი ცოტა გამოცდილების გამო მათ არ შეუძლიათ გაუმკლავდნენ პრობლემებს. რა თქმა უნდა, ეს იცის მოძალადემ და ასევე მითია, რომ თითქოს 15 და 16 წლის ასაკში იწყება სექსუალური ძალადობა, ესე არ არის, საკმაოდ დაბალ ასაკში იწყება ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობა. და რა თქმა უნდა მოძალადეები არიან ის ადამიანები, რომელსაც ბავშვებთან აქვს შეხება. ამას არ იღებენ ხოლმე მშობლები, ოჯახი. ხშირ შემთხვევაში ძალიან აზიანებს ოჯახის წევრიც, ხო? კი, უმეტეს შემთხვევაში, ძალიან ბევრ შემთხვევაში ეს არის ოჯახის წევრი და ნათესავი. ამას არ იღებენ ხოლმე მშობლები, იმიტომ რომ მათაც არ აქვს საკმარისი ინფორმაცია და შესაბამისად ბავშვებს ტოვებენ ძალიან მძიმე სექსუალური ძალადობის პირისპირ, ხო? როდესაც ჩვენ ამას ვუხსნიდით სასამართლოს, ჩვენ როდესაც ვამბობდით, რომ არსებობს სტატისტიკები, სტატისტიკის იქით არსებობს 10ჯერ და 20ჯერ უფრო მეტი შემთხვევა, იმიტომ რომ შემთხვევა რომ სტატისტიკად იქცეს, მაშინ სამართალდამცავ ორგანოს უნდა მიმართოს ვინმე, ეს ბავშვებს დამოუკიდებლად არ შეუძლიათ, ხო? ბავშვებს აქვს თავისი უნიკალური გამოწვევები და თავიანთი უნიკალური საჭიროებები. ჩემზე და შენზე რომ იძალადონ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა უნდა გავაკეთოთ, როგორ მივმართოთ პოლიციას. ბავშვი დამოუკიდებლად უმეტეს შემთხვევაში პოლიციას ხო ვერ მიმართავს, ხო? უმეტეს შემთხვევაში ბავშვი დამოუკიდებლად თავის თავზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, სკოლას ვერ შეიცვლის, ხო? იმ წრიდანაც ვერ გამოვა, სადაც შეიძლება რომ მის მიმართ რაღაცა ცუდი ხდება. შესაბამისად, ანუ ბავშვები დამოკიდებულები არიან უფროსებზე და იმიტომ რომ ბავშვები დამოკიდებულები არიან უფროსებზე, ისინი უფრო მეტად მოწყვლადები არიან და ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვის გამართლებაზეა, როგორ ოჯახში მოხდება, როგორი მასწავლებელი ეყოლება, ენდობიან თუ არა მას, იცავენ თუ არა მას. რა თქმა უნდა, ესე არ უნდა იყოს, იმიტომ რომ თითოეული ბავშვის მიმართ სახელმწიფოს აქვს პასუხისგებლობა განურჩევლად და განსაკუთრებული პასუხისგებლობა აქვს იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც ოჯახებში არ ცხოვრობენ და მაგალითად სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ ცხოვრობენ. ამის საწინააღმდეგოდ მაგალითად იმ სასამართლო პროცესებზე ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე იყო განათლების სამინისტრო, ანუ სადაო ხდებოდა ის საკითხები, უნდა ცოდნოდა თუ არა ბავშვს როგორ დაეცვა თავი სექსუალური ძალადობისგან. უნდა ცოდნოდა თუ არა ბავშვს, რომ მაგალითად არავის არ ქონდა უფლება, რომ მისი პირადი სივრცე დაერღვია. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეს არჩელი და როდესაც ვკითხულობდი გადაწყვეტილებას, სასამართლო გადაწყვეტილებას, დაახლოებით 3ჯერ წავიკითხე, იმიტომ რომ ვეძებდი ახსნა, სად ეწერებოდა ბავშვი, სად ეწერებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საჭიროებები, ბავშვის საუკეთესო ინტერესი. ამ გადაწყვეტილებაში მსგავსი არაფერი არ წერია. წერია როგორ ინიშნება დირექტორი, ვინ ვის იერარქიის ქვეშ არის, როგორ შეიძლება რომ სამინისტრომ რამე ცვლილება შეიტანოს და არაფერი არ წერია ბავშვებზე. იმის მიუხედავად, რომ ჩვენს ორგანიზაციაში ამას უზიარებთ სასამართლოს ცხადია, ჩვენს ორგანიზაციაში ბავშვებს, რომელსაც ვიცავთ, უმეტეს აქვს სუიციდური ფიქრები, უმეტეს აქვს მცდელობა ამის, მათთან მუშაობენ ფსიქოლოგები, სხვადასხვა სპეციალისტები, სოციალური მუშაკები, მაგრამ მე ძალიან ძნელია. ეს არ არის ქურდობის დანაშაული, ეს არ არის ეკონომიკური დანაშაული, არც ძარცვა, არც ერთ დანაშაულს არ შეიძლება რომ დაექვემდებაროს ბავშვი, მაგრამ სექსუალური დანაშაულის ბავშვების დახმარება მე ძალიან ძნელია და ფაქტიურად ზოგიერთ შემთხვევაში არის შეუძლებელი. ამიტომ კრიტიკულად და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ თავის პასუხისმგებლობა გაიაზროს, რომ მან უნდა დაიცვას ბავშვები, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ მოახდინოს პრევენცია. როგორ შეიძლება პრევენციის მოხდენა? განათლებით.
ამაზე კარგი პრევენცია არ არსებობს ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ როდესაც არსებობს ამაზე საკმარისი ინფორმაცია და პირველ რიგში ბავშვები უნდა იყვნენ ინფორმირებულები, იმიტომ რომ ძალადობის პირისპირ და დანაშაულის პირისპირ უმეტესად არიან მარტოები ბავშვები. შესაბამისად უნდა აღჭურო ერთადერთი ცოდნით და ინფორმაციით იმისთვის, რომ რაც შეიძლება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ეს საზარელი დანაშაული, მაგრამ ამას ჩვენ არ ვაკეთებთ და თითოეული ადამიანი ამ სახელმწიფოში, რომელსაც ბავშვის უფლებებში რაიმე შეცვლა შეუძლია, ნამდვილად არის პასუხისმგებელი, იმიტომ რომ კი ჩვენ გვევალება დავიცვათ ბავშვები და შევთავაზოთ მათ უსაფრთხო სივრცე ყველგან, სადაც ისინი იქნებიან. და ბავშვები არიან ხოლმე ძალადობის ხოები, ზუსტად იქ, სადაც ყველაზე მეტად დაცულები უნდა იყვნენ. ოჯახებში, სკოლებში და იმ სივრცეში, სადაც ბავშვები უმეტეს დროს ატარებენ. თამნა, აი, როდესაც საუბრობთ სექსუალურ განათლებაზე, მინდა რა რაღაცა ჩვენი მსმენელისთვის დამადლობა ამისთვის, იმიტომ რომ მართლა ობიექტურად დაუჯერებლად ბევრი მსმენელი ყავს ჩვენს პოდკასტს და მიხარია რომ საზოგადოების დიდი ნაწილი დაინტერესებულია ბავშვთა საკითხებით და ბავშვების გამოცდილებებით. სავარაუდოდ დაინტერესდება რა იგულისხმება, იმიტომ რომ ამას წინათ მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა ჩვენს კოლეგასთან ივანე საათაშვილთან, რომელიც საუბრობდა იმის მნიშვნელობაზე, თუ როდის უნდა ვასწავლოთ, როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვს არას თქმა, ჩვენი სხეულის ისეთი ნაწილები, რომელიც ინტიმურია, რა არის თქვათ საჯარო სივრცის ქცევა და რა არის საშინაო ქცევა, ანუ როგორ შეიძლება რომ ბავშვმა დააიდენტიფიციროს, რომ ეს რაც მის თავს ხდება, ეს ნორმალური არ არის, იმიტომ რომ ის რომ შიშს გრძნობს, აი შიშის შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს, ვის მიმართოს, როგორ მიმართოს, აი ამისგან თავი როგორ დაიცვას, ზუსტად ამ თემაზე მსჯელობდით. აი საზოგადოებისთვისაც აი ხშირად სექსუალურ განათლებაში ხო, როდესაც არის საუბარი, თითქოს აი ისეთ ადამიანებსაც კი ვისაც ასე არ უნდა ეგონოს, რომ ეს არ არის რაღაცა გარყვნილების წახალისება, მათაც კი უჭირთ იმის გააზრება რაზეა საუბარი. აი რა ძირითად საკითხებს მოიცავს სექსუალური განათლების ის ნაწილი, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა იცოდეს, რომ პირველ რიგში თვითონ იყოს დაცული, შეძლოს არას თქმა, შეძლოს თავის დაღწევა რაღაცა კონკრეტული სიტუაციისგან და უფროსისთვის მიმართვა. ნამდვილად ეს არის ის საკითხები, რაც ჩამოთვალე მაიკო, რაც ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორ შეძლოს არას თქმა და დააიდენტიფიციროს თავიდან სარისკო სექსუალური ქცევა, არანაირად სექსუალური განათლება არ უკავშირდება არც სექსუალური ცხოვრების წახალისებას, არც გარყვნილების წახალისებას, ცხადია. ეს არის ის საბაზისო ინფორმაცია, რაც ბავშვს დაიცავს და რას შეიცავს ახლა ეს საბაზისო ინფორმაცია და რატო არიან ბავშვები უფრო მოწყვლადები. რადგან ბავშვებს არ აქვთ ინფორმაცია ძალადობაზე, მაგალითად, როგორ შეიძლება რომ დააშანტაჟონ, არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ, ან როგორ შეიძლება რომ დაიყოლიონ ბავშვები, ხო, ბავშვები ისედაც მიმართულები არიან დათანხმებისკენ, ისევ და ისევ თავიანთი ასაკის გამო, ხო? მოძალადეები ხშირად ახდენენ ხოლმე ნორმალიზებას აი ამ ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის. და ბავშვს არ აქვს ინფორმაცია, რას შეადაროს და რასთან შედარებით მიხვდეს, რომ ეს სწორია თუ არასწორია თუ ნორმაა თუ არ არის ნორმა. მაგალითად, ძალიან მძიმე საქმეზე ვყვები ახლა რეალურ საქმეზე. მამინაცვალი ბავშვზე ახდენდა სექსუალურ ძალადობას, ეს იყო გარყვნილი ქმედება, რომელმაც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ეს ბავშვი და ეუბნეოდა, რომ ეს არის ნორმა. ყველა სახში ესე ხდება, შენ თავს არაფერი ცუდი არ ხდება და ეს ესეა, ანუ ესე უნდა აკეთებდნენ მშობლები ბავშვებთან და ეს ბავშვი იყო 3 წლის და წარმოიდგინეთ ახლა 3 წლის ასაკში ბავშვს ხდებოდა რომ მის თავს რაღაცა ცუდი ხდებოდა, მაგრამ არ შეძლო ამისთვის სახელის დარქმევა და არ შეეძლო მიხვედრილიყო რა ხდებოდა მის თავს. და სკოლაში, როდესაც ეს ბავშვი იყო მეორე კლასში, სკოლაში თავის კლასელს კითხა რომ ესე მართლა ნორმაა და შენც გექცევა ეს მამა შენიო და დღემდე ტრამულად იხსენებს ეს გოგო ამ ამბავს რომ ეხლაც მახსოვს ამ ჩემი კლასელის მზერა როგორ მიყურებდა როცა ეს ვკითხეო და მაშინ მივხვდიო რომ უბედურ დღეში ვიყავიო და არ შეიძლება რომ ბავშვები ესე სიბნელეში ხელების ცეცებით დადიოდნენ და არ ყვევდნენ რომ ძალადობის მსხვერპლი ვარ თუ არა. ნორმალიზება ეს არის ერთ-ერთი პრობლემა.
რა დროსაც ბავშვებს ატყუებენ, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია და შენ ამასთან დაკავშირებით არ უნდა გქონდეს არანაირი პრეტენზია, დაშინება ბავშვებს აშინებენ, როგორც ფიზიკური მუქარით, სიცოცხლის მოსპობით, თქვათ მეორე დედმამიშვილის შემთხვევაში იგივე დამართნით და ასე შემდეგ, ასევე ბავშვებს ეუბნებიან, რომ შენი ბრალია, შენ ქენიე, შენ გამოიწვიე ეს ამბავი და შენ თუ მშობლებს ამას მოუყვები, შენ დაგადანაშაულებენ ამის გამო. და ამით აშინებენ ბავშვებს, რომ ის აუცილებლად უნდა იყოს ჩუმად. შესაბამისად, აი ეს სექსუალური განათლება ნიშნავს იმას, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ინფორმაცია, რომ არავის არ აქვს უფლება, რომ მათი პირადი სივრცე დაარღვევოს, არც მშობლებს. თავისთავად, ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ მათ რამე ცუდი ხდება, მათ თავს რამე ცუდი ხდება, ვის მიმართონ, მასწავლებელს მიმართონ, მშობელს მიმართონ, აუცილებლად არის ბავშვის ცხოვრებაში ერთი ზრდასრული ადამიანი მაინც, ვისაც ენდობა, ხო, ეს შეიძლება იყოს დედმამიშვილი, მეგობარი, ნათესავი, სკოლის, ბაღის მასწავლებელი, ხო, მშობელი. აუცილებლად უნდა ყავდეს ბავშვს ვინმე სრულწლოვანი, რომელთანაც შეძლებს აი ამ ამბის გაზიარებას. ინტერნეტ სივრცეში სექსუალური ძალადობა, აი ისეთი ამბავია ამაზე, ატეხილი და იმდენი ბავშვია ამ დანაშაულის მსხვერპლი, რომელსაც ვერ აზიარებენ. იმიტომ რომ ისევ და ისევ მოძალადე ეუბნება, რომ აი შენი ბრალია, მე შენი პირადი ცხოვრების სამსახველი ინფორმაცია მაქვს, ამას გაგივრცელებ და ბავშვები ვერ ითხოვენ დახმარებას და შესაბამისად არიან აი ამ ძალადობის ქვეშ. წლების განმავლობაში აი ამ ძალადობას მოყვება ხოლმე სხვადასხვა ფორმის ძალადობა, რასაც ვერ უმკლავდებიან ბავშვები და ვერ აზიარებენ მშობლებთან, იმიტომ რომ იქ მიმღებლობის პრობლემაა, ხო, უნდა უთხრას, რომ მე რაღაცა შემეშალა, რაღაცას ვერ მივხვდი და ჩემი ფოტო გავუზიარე, რომელიც პირადი ცხოვრების სამსახველია. სექსუალური განათლება ამას გულისხმობს, რომ არ გააზიარონ პირადი ინფორმაცია, არ ენდონ მაგალითად ინტერნეტ სივრცეში გაცნობილ ადამიანებს, ხო? მოითხოვონ დახმარება, სად ნახონ იურისტები, ვინ არიან ადამიანები, რომლებიც მათ უფლებებზე მუშაობენ. არ შეიძლება ბავშვების მარტო დატოვება, აი ესეთი დანაშაულის პირისპირ და ეს არის სექსუალური განათლება, რომ ბავშვებს ის ინფორმაცია მისცე, რომელიც მას დაეხმარება, რომ არ იყოს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ ჩვენ კიდევ აქ ვართ. ჯერ კიდევ იმაზე ვსაუბრობთ, რას ნიშნავს სექსუალური განათლება. და პოზიციაც სახელმწიფოს მხრიდან არის ის, რომ იმ პროცესებზე ყოველ შემთხვევაში ის იყო, რომ როდესმე ამას დავნერგავთ. აი ეხლა საზოგადოება მზად არ არის ამისთვის და როდესმე ისე როგორც ქართულ ცეკვას, კი ნამდვილად ესე თქვა, ჯანდაცვის სამინისტროს იურისტმა, განათლების სამინისტროს იურისტმა ბოდიში, ამას ჩვენ დავნერგავთ, როდესმე ისევე როგორც ქართულ ცეკვას. ბავშვმა თუ არ იცის ქართული ცეკვა, არ დაზიანდება ის და ბავშვმა თუ არ იცის, როგორ დააღწიოს თავი ძალადობას, ისეთ ბავშვებს ჩვენ წლები ვეღარ ვშველით. აი არიან ისეთი ბავშვები, რომლებიც 4-5 წელი სერვისებს იღებენ და ამ დანაშაულისგან მიყენებული ტრამვისგან უკან ვეღარ გამოდიან. შესაბამისად, ეს არის ის პრობლემა, რაზეც უნდა იფიქროს სახელმწიფომ, როგორ შევამცირო ეს დანაშაული, არანაირად არც ერთი მოძალადის დაკავება და დასჯა არ ნიშნავს იმას, რომ ეს დანაშაული შემცირდება. ერთადერთი საუკეთესო გზა არის პრევენცია და განათლება, რომ თითოეულ ადამიანამდე პირველ რიგში ბავშვით. ანუ ბავშვების დაცვა უნდა დავიწყოთ ბავშვების გაძლიერებით. ბავშვის უფლებათა კოდექსი რომ მივიღეთ, ზარზეიმით, სიხარულით, კარგია რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ მქონდა ბავშვის უფლებათა კონვენცია, სადაც იგივე ნორმები და ვალდებულებები ეწერა და იგივენაირად შესასრულებლად სავალდებულო იყო ჩვენთვის. და უფრო მეტი ძალაც აქვს ეროვნულ კანონმდებლობასთან შედარებით. კარგია მივიღეთ ეს ბავშვის უფლებათა კოდექსი და რა ვქენით მერე? ეს ბავშვის უფლებათა კოდექსი ისეთ მაღლა თაროზეა შემოდებული, რომ ბავშვები ვერ წუდებიან იმ თაროს. ბავშვებისთვის იყო ეს კოდექსი, ბავშვებისთვის არის. ჯერ ბავშვი უნდა გააძლიერო ასევე ის ადამიანები, ვინც ბავშვებთან მუშაობენ და მერე შეგიძლია თქვა, რომ კი, ცოტა რაღაცა მაინც შევძელი და ცოტა რაღაც მაინც გავაკეთე. ერთი, ასე ვთქვათ, კითხვა მაქვს, რომელიც ცოტა უფრო მეტად აზუსტებს ამ ნაწილს. საუბარიც რამდენად მნიშვნელოვანია სექსუალურ განათლებაზე, იმიტომ რომ ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ მკითხავთ, რომ აი
ვთქვათ 4 წლის არის და რაღაცები აინტერესებს, ან რაღაცა 6 წლის არის აინტერესებს და რადგან იციან რომ ბავშვთა საკითხები ჩემია, ხშირად ვკითხავთ ხოლმე, მე მithქვამს რომ იცი რა, აი ეს უნდა გააკეთო და აი ასეთი ფორმით, მისი ასაკის, განვითარების დონის შესაბამისად რაღაცა პატარ-პატარა რეკომენდაციები და ვთქვათ, აუ შენ უთხარი. და კი მაგრამ მეთქი ის ადამიანი მე დიდი სიამოვნებით დავეხმარები მოვისმენ ყველა ბავშვსაც, მაგრამ ის ადამიანი ბავშვს რომ რამე დასჭირდეს, მე ხომ არ ვიქნები ვისაც უნდა მიმართონ, იმიტომ რომ მშობლებს ხშირად თავადვე ძალიან უჭირთ ამ თემაზე საუბარი და შემდეგ უკვე ფაქტობრივად ბავშვისთვის შეუძლებელია რომ ის რაზეც არასდროს იქამდე არ უსაუბრია და მას რაღაცა ეჭვები იუჩდება, არ იცის როგორ გამოხატოს ტერმინოლოგიურად, არ იცის როგორ აღწეროს და აი ხშირად ეს მშობლის დამოკიდებულებაც, იმიტომ რომ მშობელსაც აქვს ეს შიშის მომენტი, ესეც ახდენს გავლენას, რომ აი რაღაცა ვთქვათ ინფორმაცია და ეს ინფორმაცია უნდა გაუზიარო, ხშირად თავად მშობელსაც ეშინია ამის გაკეთების. კი, ეგეთი ბევრი გამოცდილება არსებობს, მაგრამ მე მშობელს ვერ გავაკრიტიკებ ისე როგორც შენ არ გაკეთები ეს. იმიტომ რომ მშობელსაც ვიღაცამ ეს ინფორმაცია უნდა გაუზიაროს. ეს ისეთი ინფორმაციაა, ისეთი სპეციფიკური ამბავია, რომ მშობელიც უნდა ვიღაცამ გააძლიეროს. რა თქმა უნდა, 4 წლის ბავშვს და 14 წლის ბავშვს ერთი და იგივე საკითხებზე არ ვესაუბრებით და სექსუალური განათლება ნიშნავს, რომ ბავშვის ასაკის და განვითარების შესაბამისი ინფორმაცია უნდა მიაწოდო, მაგრამ 4 წლის ბავშვმა ნამდვილად უნდა იცოდეს, რომ თუ ვინმე ეტყვის, რომ აი აქ წამომყევი ეხა და ერთად შეიძლება რომ ჩვენ მაგალითად შევიდეთ საპირფარეშოში, მას უნდა შეძლოს მყარი არასთქმა. კიდე რატოა მნიშვნელოვანი, ეხლა როგორც აღვნიშნე, ხო, ბავშვები ადვილად ვერ ამბობენ არას. ხანდახან დიდებიც ვერ ვამბობთ ხოლმე ადვილად არას. მით უმეტეს ბავშვები ვერ ამბობენ ამას, ხო? ბავშვს უნდა ასწავლო, როგორ თქვას არა და როგორ დაიცვას ის თავისი სივრცე. და მშობელი ამას ბავშვს როგორ ასწავლის, თუ მას არ მიეწოდა ვიღაცამ ეს ინფორმაცია და მშობელი ვინმე არ გააძლიერა. ჩვენ როდესაც მშობლებს ხვდებით ხოლმე და ვსაუბრობთ ესეთ საკითხებზე, ხო? იმდენ პრობლემას აიდენტიფიცირებენ, აი იმდენი გულწრფელი სინანული მახსოვს ამ შეხვედრებიდან, როგორ ნანობენ, რომ აი რამდენი რაღაცა ვერ გააკეთეს თურმე როგორ უნდა თავის შვილებს დახმარება რჩევა, მაგრამ არ შეიძლება მშობლისკენ ხელის გაშორა, როცა ეს არის იმხელა სისტემური ამბავი, თვითონ ანუ სახელმწიფოს პროგრამაში ოჯახის გაძლიერება მათ შორის რას ნიშნავს, ხო, რომ მშობელსაც მისცე ის უნარები, რაც დაეხმარება, რომ ბავშვი ჩამოაყალიბოს, ანუ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოამზადოს და ჩამოაყალიბოს პიროვნებად, რომელმაც თავისი უფლებებიც იცის და სხვების უფლებებსაც პატივს სცემს. სკოლიდან მახსოვს ხოლმე მასწავლებლების ასეთი გულისწყეტასაც წავიდა მასწავლებლის უფლებები. და გონიათ, რომ ბავშვის უფლებები გაგაქარა და გაქრა მასწავლებლის უფლებები. რაც რა თქმა უნდა ესე არ არის. მასწავლებელს რა თქმა უნდა აქვს უფლება რომ დაცულიც იყოს, ბავშვისგან პატივისცემაც ქონდეს, ხო? მის უფლებებს არავინ არ არღვევდეს, მაგრამ ეს ორი სხვადასხვა რამეა და არ შეიძლება იმის გაგება, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ბავშვის უფლებებზე, ამან გადაფარა მასწავლებლის უფლებები და ბავშვის უფლებებმა დიდების უფლებები გააქრო. ანუ გამორიცხულია ესეთი დამოკიდებულება, თან მასწავლებლების გულისწყეტაა ხოლმე, რომ ისაც წავიდა ჩემი უფლებები. მასწავლებლის უფლებებზეც უნდა ფიქრობდეს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო, აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან დიდი როლი და წვლილი აქვს მასწავლებლებს ბავშვების ჩამოყალიბებაში. ძალიან დიდი წვლილი აქვს, რომ ბავშვები მოამზადონ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, სხვათა შორის ერთ-ერთი გადაცემის შემდეგ გამაკრიტიკა ერთმა მასწავლებელმა, სადაც მე ვამბობ, რომ ბავშვები იმიტომ არ დადიან სკოლაში, რომ დაიზეპირონ ლექსები და ფორმულები. იმიტომ დადიან სკოლაში ბავშვები, რომ მოემზადონ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ამაზე ვსაუბრობდი, რომელსაც მოყვა მასწავლებლის
კრიტიკა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, მე იმ აზრზე ვრჩები და ვამბობ, რომ სკოლა არის ის სივრცე, სადაც ბავშვი განათლებას უნდა იღებდეს და განათლების უფლება ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოემზადო, შენი უფლებები დაიცვა და სხვების უფლებებს ცე პატივი. სკოლას აქვს ძალიან დიდი როლი. და ეს არ არის საგნების სწავლა მხოლოდ, ეს არის ბავშვებისთვის აი კარის გაღება დიდ სამყაროში და ეს არის ბავშვებისთვის ფრთების შეჭრის თუ შესხმის ადგილი. მასწავლებელზეა დამოკიდებული, ბავშვებს ფრთებს მოაჭრიან, რაც აქვს თუ შეასხავენ ფრთებს ბავშვებს. და ალბათ შენც გაგიგია ეგეთი სიტყვა, ბავშვები რომლებიც კარგად ვერ სწავლობდნენ უთქვამთ მასწავლებელს, რომ აი სამიანს დაგიწერ, ჩვენ დროს 5-მდე იყო შეფასება და შენთვის იჯექი და სამიანს დაგიწერ და იმ დროისთვის ერთი შეხედვით თითქოს ძალიან კაი ამბავი იყო ეს, რომ როგორი კეთილი იყო მასწავლებელი, რომ ეუბნეოდა, რომ აი სამიანს დაგიწერ, ოღონდ შენთვის იჯექი. და სინამდვილეში ხელი არ შემიშალო. და სინამდვილეში რას ნიშნავს, რას ეუბნეო ამით ბავშვს? აი დაფიქრდნენ მასწავლებლები, ბავშვს ეუბნევი, რომ შენი ადგილი აქ არ არის. აი აქ, სადაც ჩვენი სივრცეა წარმატებული ადამიანების, აქ არ არის შენი ადგილი და შენთვის წყნარად იჯექი და პრეტენზია არ გქონდეს, რომ შენც ამ საზოგადოების ნაწილი იქნები. იმ ბავშვს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პრობლემა ექნება და რა თქმა უნდა, აქ იქნება მასწავლებლის როლი და პასუხისმგებლობა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მარტო სექსუალური ძალადობა არ არის ის, რაც ბავშვებს აწუხებს და ის, რაც გამოწვევა არის ბავშვების უფლებებში. ამიტომ მასწავლებელსაც ძალიან დიდი რესურსი უნდა მისცეს სახელმწიფომ, აღიაროს მისი როლი და მნიშვნელობა, იმიტომ რომ ძალიან დიდი როლი აქვს მასწავლებელს და მასწავლებლებს უნდა დაეხმაროს სახელმწიფო, რომ მასწავლებელმა ბავშვები გაზარდონ დამოუკიდებლად უფლების სუბიექტად, რომელიც დაბადებიდანვე არის, მაგრამ ხანდახან ჩვენი საკუთრება გონია ხოლმე ჩვენი შვილები და ჩვენ უწყვეტავთ რაღაც საკითხებს და მასწავლებლებმა ბავშვებს უნდა შეასხან ფრთები. მიუხედავად იმისა, რა შესაძლებლობის არის ეს ბავშვი. მერე ყველაფერი გაცილებით უკეთ იქნება. ნამდვილად. მე მაინც მინდა რომ ისევ დაუბრუნდეთ იდენტიფიცირების საკითხებს და მინდა რომ კითხო როგორ შეიძლება თუნდაც მასწავლებელმა, თუნდაც ოჯახში, მშობელმა, ან იმ პირმა, ვისაც აღებული აქვს ბავშვზე პასუხისმგებლობა, შეიძლება დედა არ იყოს, მამა არ იყოს ადგილზე, ვთქვათ, ან სხვაგან იყოს, ან ემიგრაციაში იყოს, ან სხვადასხვანაირი სიტუაციები გვხვდება, ხო? აი რა ნიშანები შეიძლება რომ დაინახოს, რაზე გაამახვილოს ყურადღება იმ ადამიანებმა, ვინც ბავშვებთან მუშაობენ, ბავშვებთან დროს ატარებენ სახლში, შინ თუ გარეთ. ბავშვები, რომლებიც არიან ძალადობის მსხვერპლი, ნებისმიერი ფორმის ძალადობის მსხვერპლი, რაღაცნაირად ამის იდენტიფიცირება შესაძლებელია. თუმცა მზა რეცეპტი არ არსებობს, აი ესე კონკრეტულად, რომ მაგალითად ბავშვი ხატავს მოძალადეს, ესეთი შემთხვევა შეიძლება 10-დან 1-ში გამოდგეს და დანარჩენში არა, იმიტომ რომ ინდივიდუალურია ბავშვი და ინდივიდუალურად გამოხატავს აი ამ ამბავს. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ბავშვი არის ცუდად, არ არის კარგად. აი ეს უნდა შეატყოს იმ ადამიანებმა, ვინც ბავშვთან ერთად მუშაობს, რომ ბავშვი არ არის ხალისიანი, არ არის ბედნიერი, არის ჩაკეტილი. ეს ჩაკეტილობაც ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ძალადობის მსხვერპლია, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ნიშნებზე, ხო? რა ნიშნებით შეიძლება რომ ეს ამოვიცნოთ. არსებობს, რა თქმა უნდა, ზოგადი ნიშნები, რომელიც არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევაში მუშაობს, თუმცა მაგალითად შეიძლება, რომ იმავე სივრცეში ბავშვს არ უნდა მისვლა. აი კატეგორიულად აღარ უნდა კონკრეტულ წრეზე სიარული, ან აღარ უნდა სკოლაში მისვლა, ან აღარ უნდა რომელიმე სტუმართან ან ნათესავთან ერთად მარტო დარჩენა, ხო? აუცილებლად საკითხავია ეს ამბავი, რატომ? ყოველთვის არ შეიძლება რომ მაინდა-მაინც დაუკავშირო ეს სექსუალურ ძალადობას ან სხვა ფორმის ძალადობას, მაგრამ როდესაც ბავშვი თავს ცუდად გრძნობს, ამას ყოველთვის აქვს მიზეზი. მაგალითად, ცოტა დიდ ასაკში იცმევენ ხოლმე ბავშვები დიდი ზომის ტანსაცმელებს, ესეც არის, ანუ რაღაც ქცევებს იცვლიან ხოლმე, იცმევენ დიდი ზომის ტანსაცმელებს, რომ არ გამოეკვეთოთ სხეულის ფორმები და ცდილობენ, რომ ესე დაიფარონ თავისი იდენტობა და თავისი, ანუ ამბობენ ხოლმე, რომ არ მინდა რომ ჩანდეს საერთოდ ამ ქვეყანაზე და ფიქრობენ, რომ დიდი ზომის ტანსაცმელებით ნაკლებად შესამჩნევები იქნებიან. შესაძლებელია, რომ იყოს უძილობის პრობლემა,
აკადემიური მოსწრების პრობლემა, შეიძლება რომ მაგალითად რაღაცა ჩაიკეტოს ბავშვი და ხშირად, როდესაც ინტერნეტ სივრცეში ონლაინ ძალადობაზე მაქვს ახლა აქცენტი, ხო? ამ დროს უნდათ ხოლმე განმარტოვება. უნდათ რა თუ არის სექსუალური ძალადობის ნიშნები, მოძალადე აუცილებლად ეტყვის, რომ აი ახლა შედი სადღაც მარტო ოთახში, თუ ბავშვი მომეტებულად და რაღაცა განსაკუთრებულად ითხოვს, რომ მარტო იყოს ტელეფონთან ერთად, ეს ყურადღება მისაქცევია. ნუ ასევე ხატავენ ბავშვები, მაგალითად, როდესაც ეტყვიან, რომ დახატე ოჯახი, შეიძლება დახატოს ძალიან დიდი ერთი კონკრეტული ადამიანი და თვითონ ძალიან პატარა. და შეიძლება ამ ადამიანს ხედავდეს აი როგორც დაუძლებელ ძალას და მოძალადეს და ესეც ყურადღება მისაქცევია. ბევრი რამ არსებობს, რაზეც უნდა მიაქციოს ყურადღება სკოლამ, ფსიქოლოგმა, მშობელმა, მაგრამ მზა რეცეპტი არ არის. ყველა ბავშვი სხვადასხვანაირად გამოხატავს თავის საჭიროებებს და მნიშვნელოვანია როგორ გარემოშია ეს ბავშვი, იმიტომ რომ ის თვითონ ხვდება აქვთ თუ არა ნდობა მისი და ექნება თუ არა მიმღებლობა ბავშვს მაშინაც კი, როდესაც ის იტყვის, რომ მაგალითად ჩემი ფოტო გავუგზავნე ვიღაცა უცნობ ადამიანს, ხო? ბავშვი ფიქრობს, რომ შეიძლება ის დაექვემდებაროს უფრო მეტ ძალადობას, გალანძღვას, ჩხუბს, დადანაშაულებას, ამისგან თავისუფალი არ არიან ხოლმე მშობლები სამწუხაროდ და მე დროებითი მოთავსების იზოლატორში ერთ ბავშვთან ვიყავი, შესული ამ ბავშვს ვიცავდი და მოვარდა მშობელი, ანუ კანონიერი წარმომადგენლის დასწრება სავალდებულოა და პირდაპირ მივარდა ამ ბავშვს და დაუწყო ასე ჯაჯგური და ჩხუბი. თავის შვილი იზოლატორში დაკავებული იყო. ყველაზე მეტად მშობლის ხარდაჭერა ჭირდებოდა მაგ დროს ხო, მაგრამ ხანდახან ვერ ვახერხებთ ხოლმე ისე, რომ ბავშვს მხარი დაუჭიროთ გაკიცხვის, დადანაშაულების გარეშე, რაც მერე ორმაგი და სამაგი სტრესია. აი რას ვაკეთებთ, როცა ბავშვი შეცდომას დაუშვებს, ხო? ხომ გეუბნებოდი, ხო გითხარ, მეც მithქვამს ბევრჯერ, ხო ვამბობდი, რომ ესე იქნებოდა, რატომ არ დამიჯერე, ხო გითხარი. ამ დროს ბავშვმა იცის, კი, რომ არ დაგიჯერა, იცის, რომ რაღაცა უკეთ იქნებოდა, რაღაცას შეიძლება რომ არ იდებოდა, რომ დაეჯერებინა შენთვის, ეს ისედაც იცის. ეხლა მხარდაჭერა ჭირდება და ეხლა გამხნევება ჭირდება და იმდენჯერ ჭირდება, რამდენჯერაც ამას საჭიროება მოითხოვს. და არა მაგალითად მე შენ ორჯერ, სამჯერ რაღაცა გითხარი და ეხლა შენ თვითონ გაუმკლავდი ამ ამბავს. ამიტომ ბავშვები როდესაც არიან თვითგამორკვევაში, არიან მაგალითად რაღაცა დაბრკოლებების გადალახვაში, მათ უნდა იცოდნენ, რომ ძალიან ძლიერი მხარდამჭერი ყავთ ოჯახი. ესეთ ბავშვებს ადვილად ვერც იმორჩილებენ, ანუ მოძალადეებიც არჩევენ ისეთ ბავშვებს, რომლებსაც ან არ დაუჯერებენ, ესეც არ არის ყოველთვის ესე, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ესე არის, ბავშვებს არჩევენ, რომლებსაც საკმარისად მხარდამჭერი გარემო არ აყავს. და ზოგიერთ შემთხვევაში ცდილობენ ხოლმე, რომ მხარდამჭერი გარემო შეუსუსტონ ბავშვებს, აი დედის მიმართ, მამის მიმართ, მეგობრების მიმართ, ნეგატიურ განწყობას უქმნიან, რომ შემდეგ ბავშვს არ ყავდეს ვინმე, ვისთანაც გააზიარებს ამ ამბავს და ვისთანაც მაგალითად იტყვის, რომ აი ესეთი ამბავია და დაეხმარება ის ადამიანი, თუნდაც იდენტიფიცირებაში ძალადობის მსხვერპლია თუ არა. ერთ-ერთ სკოლაში ეხლა ამის ანუ ნიშნებზე არის ხოლმე ძალიან ბევრი პრობლემა რა, ან მშობლებს არ აქვთ მიმღებლობა ნიშნების მიმართ. ფიქრობენ, რომ ნიშნებით შეიძლება შეფასდეს ბავშვის შესაძლებლობები, იმის მიუხედავად, რომ ბავშვები სხვადასხვა ასაკში, სხვადასხვა ნიჭს ავლენენ. და ერთ-ერთ სკოლაში ნიშნებზე იყო სირთულეები და ეს გამოკითხვა მშობლების მხრიდან არ იყო მიმღებლობა დაბალ ნიშნებზე და იყო ესეთი გამოკითხვა, რატომ არ გეჩხუბებიან მშობლები დაბალ ნიშნებზე, ეკითხებოდნენ ბავშვებს, მასწავლებელმა კითხა. და ერთ-ერთმა ბავშვმა ძალიან საინტერესო რაღაც თქვა, რაც მერე მასწავლებელმა გამიზიარა და ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა შორის ამაზე დაფიქრება. ერთ-ერთ ბავშვს უთქვამს, რომ მე არ მეჩხუბებიან, იმიტომ რომ ვუყვარვარო. და ძალიან მნიშვნელოვანია ეს უპირობო სიყვარული. ანუ მარტო ათოსანები კი არ უნდა გიყვარდეს ბავშვები, ყველანაირი უნდა გიყვარდეს და მან ეს უნდა იცოდეს. ანუ მან უნდა იცოდეს, რომ მიიღებ ძალადობა გამოვლილსაც, შეცდომა დაშვებულსაც, დაბალ ნიშნიანსაც, ხო? და თუ ესეთ მხარდამჭერ გარემოს ვერ ვუქმნით ბავშვებს, გამოდის, რომ ჩვენ ანუ შეიძლება ჩვენ დაუნებურად ჩავაგდოთ მოძალადის ხელში. ძალიან
რთული თემაა და კითხვა რომელიც მინდა რომ ვიცი ამ კითხვაზე პასუხიც და ბევრმა იცის დარწმუნებული ვარ, თუმცა მაინც მინდა, რადგან ამ ეპიზოდში ამ თემაზე ვსაუბრობთ, ის მითი, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არიან გოგოები და არა ბიჭები, აი ამ მითს მინდა რომ შევახოთ, იმიტომ რომ ხშირად გონიათ ბიჭის მშობლებს ან ბიჭ მასწავლებლებს, რომ აი რადგან ბიჭია, ის დაცულია სექსუალური ძალადობისგან. რა თქმა უნდა, ეს მითია. უბრალოდ გოგოები უფრო ხშირად არიან და ქალები დანაშაულის მსხვერპლები, მათ შორის სექსუალური დანაშაულის, თუმცა მითია, რომ ბიჭებზე არ ხდება სექსუალური ძალადობა. მე თვითონ ვიცავდი ბავშვებს, ბიჭებს, რომლებიც ზოგიერთი ფეხბურთის მწვრთნელისგან, ზოგიერთი მასწავლებლისგან იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და ბიჭებს უფრო მეტად უჭირდათ ამაზე საუბარი, იმიტომ რომ აი ეს მითი, რომ ბიჭზე არ ხდება ძალადობა, თვითგამორკვევაც მათთვის იყო ხოლმე პრობლემა, სანამ დააიდენტიფიცირებდნენ, რომ აი მაგალითად ეს ყელში კოცნა და ეს მანქანის წაყვანა და ხელების პირად სივრცეზე დადება რა იყო, ისევ და ისევ, იმიტომ რომ მათ არ ქონდათ საკმარისი ინფორმაცია დააიდენტიფიცირებინათ, რომ ეს იყო უკვე სექსუალური ქცევა და იყვნენ საფრთხეში, სანამ აი ამ თვითგამორკვევაში იქნებოდნენ, ბავშვები ზიანდებოდნენ და ბიჭები განსაკუთრებით არიან მოწყვლადები, იმიტომ რომ მათ უჭირთ გააზიარონ ეს ამბავი. რა თქმა უნდა, მითია ეს, რომ არ ხდება ბიჭების მიმართ, მაგრამ უმეტესად მაინც გოგოები არიან ხოლმე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. და ერთი საკითხი, რომელიც ზუსტად აი სექსუალურ განათლებაზე ასევე მინდა შევახო, ხშირად მესმის, აი მათ შორის მასწავლებლებისგანაც, რომ ბავშვებს ახლა ისეთი ხელმისაწვდომა აქვთ ინფორმაციაზე ამ ინტერნეტის ეპოქაში და ისინი თვითონ თავად მოიძიებენ და თვითონ თავად გაერკვევიან და ხშირად მინდა ვუთხრა, რომ აი ბუნდი მოიძიეთ, გთხოვთ ახლა თქვენ ინფორმაცია, რომელზეც იტყვით, რომ აი ახლა რაღაცა დაგუგლე და რას მოგცემს ინტერნეტი და რა დონის წიგნიერი უნდა იყო, რა დონის მედია წიგნიერება უნდა ჰქონდეს უკვე ბავშვს ჩამოყალიბებული, რომ მან ინტერნეტის საშუალებით მოიძიოს მისთვის საჭირო ასაკისა და განვითარების დონის შესაფერისი, რაც მთავარია ვალიდური ინფორმაცია, რომელიც მას დაეხმარება სხვადასხვა საკითხის გარკვევაში და ყოველთვის აქვთ ხოლმე ეს რაღაცა ის მომენტი, რომ აი ყველგან არის და შეუძლიათ რომ აი ნახონ ინტერნეტში. ინტერნეტში მიუხედავად მისი სიკეთეებისა, რა სიკეთეებიც აქვს ინტერნეტს და ვსარგებლობთ ყველა ამ სიკეთეებით, ამის გარდა ძალიან ბევრი დამაზიანებელი რამ არის განთავსებული და ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია შეიძლება საერთოდ არ ნიშნავს, რომ სწორია ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ განსაკუთრებით სექსუალური ძალადობის საქმეებზე ინტერნეტში მიღებულმა ინფორმაციამ შეიძლება ბავშვს დააზიანოს, იმიტომ რომ ის იყოს მცდარი ინფორმაცია, ის იყოს მაგალითად არასაკმარისი ინფორმაცია და საერთოდ როგორ შეიძლება რომ ბავშვების უფლებები დავიყვანოთ იქამდე, რომ მათზე გადავიტანოთ ეს ტვირთი, რომ ადგეს და ინტერნეტში ან რაღაცა მაგალითად წიგნში გადაშალოს და რაღაც მოძებნოს. არ შეიძლება რომ ბავშვების უფლებების დაცვა დავიყვანოთ ბავშვების ვალდებულებამდე. ინტერნეტს რა თქმა უნდა იყენებენ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ბავშვებისთვის ეს უფრო დამაზიანებელია ვიდრე სასიკეთო. როგორია ის გზა, როდესაც უკვე ბავშვი მოდის? ბავშვი, ოჯახი თქვენამდე და როდესაც უკვე ფაქტი მომხდარია, მერე როგორ გრძელდება ცხოვრება? ძალიან რთულია. ჩემთვის პირადადაც ძალიან რთულია ორგანიზაციისთვისაც, იმიტომ რომ თითოეული საქმე არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ჩვენს ქვეყანაში ბავშვები არიან ძალიან ბევრი საფრთხის წინაშე და თითქოს მაგ დროს აი რაღაცნაირად უსუსურათაც გრძნობ თავს, რომ აი კიდევ ერთი ბავშვი, კიდევ ისევ დაზიანებული ბავშვი და ოჯახები არანაკლებ განიცდიან ხოლმე ვიდრე ბავშვები და მე მახსოვს მაგალითად ბავშვების სახეებს ვერ ხედავდი, ჩამოწეული ქონდათ თავი და 2-3 შეხვედრის განმავლობაში და მეტიც ზოგჯერ ცდილობდნენ, რომ თმებით დაეფარათ
თავის სახე. იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყვნენ ისინი. ამ გზას გავდივართ ხოლმე ერთად. რამდენი წლისაც არ უნდა იყოს ბავშვი, ის არის მისი ამბავი, ის არის მისი ბრძოლა და ის არის ძალადობა გამოვლილი და მე არასდროს არ ვიღებ ჩემ თავზე იმაზე მეტს. რის უფლებასაც მივცემ როგორც უფლებადამცველი და ყოველთვის ვეუბნები ბავშვებს, რომ ეს არის შენი ბრძოლა. და თუ შენ გინდა რომ მე ამ ბრძოლაში დაგეხმარო, მოდი ვიბრძოლოთ ერთად, მაგრამ ეს შენი ამბავია, შენი გასავლელი, მოსამართლემ შენ უნდა მოგისმინოს და შენ გაქვს უფლება რომ მართსაჯულებით ისარგებლო, იმიტომ რომ სასამართლო უნდა იყოს ბავშვზე მორგებული და არა ის რომ ბავშვი სასამართლოში არ მივიყვანოთ. ვცდილობ ხოლმე ბავშვების გაძლიერებას და როდესაც პროცესზე ვუყურებ როგორ იცავენ თავის უფლებებს ეს ბავშვები, ხო, აი როგორ უყვებიან მოსამართლეს, როგორ ითხოვენ მართსაჯულებას, სამართლიანობის აღდგენას, ვფიქრობ ხოლმე, რომ ხო, ალბათ გამომდის ეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბავშვია, რომელთანაც ერთად ეხლაც გავდივარ ამ ძალიან მძიმე გზას. ძალიან რთულია ბავშვებს დაუბრუნო რწმენა, როდესაც ისინი წლების განმავლობაში იყვნენ ძალადობის მსხვერპლი, უგულებელყოფის მსხვერპლი, მაგრამ თუ ნამდვილად გჯერა ბავშვის და თუ ნამდვილად მისი დახმარება გინდა, აუცილებლად გამოგივა. გრძნობენ ბავშვები გულწრფელობას, არ არსებობს რომ გამოეპაროთ რაღაცა სიყალბე და არც უნდა დაუშვო ადამიანმა, როდესაც ბავშვებთან მუშაობ. პირველ რიგში უნდა გჯეროდეს ბავშვების უპირობოდ და როდესაც მე მაქვს საგანმანათლებლო შეხვედრები, ზუსტად მაგას ვეუბნები ადვოკატებს თუ მასწავლებლებს, ნებისმიერ პროფესიონალს, რომ უპირობოდ უნდა გჯეროდეს ბავშვები, როდესაც ის დახმარებას გთხოვს, ის არ იტყუება. შეიძლება სხვა დროს რაღაც ინფორმაცია საკმარისი არ მოგაწოდოს, მაგრამ როცა ის არის მსხვერპლი, როცა მას უნდა დახმარება, არ იტყუება. შეიძლება ვერ გითხრას ისე როგორც საჭიროა, შეიძლება დაშინების, დამუქრების თუ რაღაცის ფონზე ძალიან ცოტა ინფორმაცია გაგიზიაროს, მაგრამ ბავშვები, როდესაც დახმარებას ითხოვენ, უპირობოდ უნდა გჯეროდეს მათი. არ უნდა აიღო შენ თავზე იმაზე მეტი, რომ აი შენ იყო ახლა რაღაცა წამყვანი და ბავშვი შენს უკან იყოს, არა, მე პირდაპირ მნიშვნელობითაც და გადატანითი მნიშვნელობითაც ჩავკიდებ ხოლმე ბავშვს ხელს და ესე გავდივართ მართსაჯულების პროცესს გამოძიებიდან სასამართლოს დასრულებამდე. ადვილი ნამდვილად არ არის, ძალიან რთულია ემოციურად, როდესაც უყურებ ბავშვს, რომელიც აი მაგალითად ამბობს, რომ ეს როგორ დავწერო გამოსამშვიდობებელი წერილი არ ვიცი და არიან გადარჩენილი ბავშვები, ძალიან მძიმე თემაზე ვსაუბრობთ ახლა და ცოტა არ იყოს შეიძლება დავამძიმოთ ჩვენი მსმენელი, მაგრამ არიან გადარჩენილი ბავშვები, რომლებმაც უბრალოდ წერილი ვერ დაუწერეს დედას და გამოსამშვიდობებელი წერილი და შენ გიწევს იმუშაო ამ ბავშვთან და შენ გიწევს დაუბრუნო რწმენა ამ ბავშვს. ძალიან რთულია, მაგრამ თუ ბავშვები ხედავენ, რომ შენ მათი გჯერა და ისინი არიან მთავარი მართსაჯულებაში და შენ ხარ უბრალოდ ტექნიკურად ადამიანი, პროფესიონალი, რომელიც ეხმარები, რომ ეს რთული გზა გაიარო, კი, მერე გადარჩენილები არიან ხოლმე და მერე სხვა ბავშვებს აძლიერებენ. ბოლო კითხვა, როგორია ეს პროფესია და კონკრეტულად ბავშვთა დაცვა, იმიტომ რომ ვიცი, რომ სხვადასხვა ჯგუფებს იცავთ თქვენ და არ ხართ მხოლოდ ბავშვებზე ორიენტირებული. პრინციპში მოიცავი, თუმცა თუ გაგვიზიარებ მომავალ განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც აი ეს საკითხები მნიშვნელოვანია, ახლა დგებიან ამ გზაზე და უნდათ რომ რაღაცა ასეთი ძლიერი და პროფესიონალი და ეთიკური პროფესიონალები შედგნენ, მათთვის ალბათ კარგი და საინტერესო კითხვა იქნებოდა, რამდენად რთულია და როგორია გამკლავების გზა, როგორ ბრუნდები ცხოვრებაში. ცოტა რთულია ხა ზუსტად ამაზე პასუხი. ბრუნდები იმიტომ, რომ იცი რომ სხვა ბავშვი გელოდება.
და აი ამიტომ ბრუნდები ის ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტავენ, რომ ბავშვების უფლებებზე იმუშავონ, პირველ რიგში ბავშვების უნდა სჯეროდეთ და ბავშვები უნდა უყვარდეთ. დანარჩენი არის ტექნიკური ცოდნა, რომელიც რა თქმა უნდა დროსთან ერთად დაიხვეწება, მაგრამ თუ ბავშვებს არ აღიქვავ პიროვნებებად, რომლებსაც სჭირდება უბრალოდ შენი დახმარება და ის არის ადამიანი, რომელსაც რაღაცა მძიმე ამბავი გამოიარა და ეხლა უნდა გადარჩეს, თუ ესეთი აღქმა არ გაქვს, მაშინ ძალიან ძნელი იქნება. უნდა გიყვარდეს და უნდა გჯეროდეს ბავშვების, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ პროფესიონალები, რასაც უნდა აკეთებდნენ, მუდმივი განვითარება თავისთავად და აი ეს როლი ბავშვებს არ უნდა წაართვა რაღაცა როლი და შენ რადგან ადვოკატი ხარ, შენ რადგან მეტი იცი მასზე, ბავშვი არ უნდა დარჩეს ისევ დაქვემდებარებულ მდგომარეობაში. აი, როდესაც ძალიან მძიმე შემთხვევებია ხოლმე, ესე ვამბობთ, რომ ჩავდივართ ჯოჯოხეთში და ამოყვავს ეს ბავშვები. უნდა ამოიყვანო ისე, რომ გადარჩენილი უნდა იყოს ის. შენ უნდა იყო ინსტრუმენტი, ის უნდა იყოს გადარჩენილი, რომელიც მერე აუცილებლად გააძლიერებს თავის თავსაც და სხვა ბავშვებსაც, იმიტომ რომ მან მსხვერპლად არ უნდა იგრძნოს თავი. ძალიან რთულია, ძალიან რთულია ხოლმე, აი, როდესაც ბავშვები სვავენ კითხვას, რომ რა მაინდა-მაინც მე, რატო დამემართა ეს, რატო არ დამიჯერა დედამ, რატო არ დამიცვა დედამ, ძალიან რთულია ამაზე ფაქტიურად პასუხების გაცემა, მაგრამ თუ გააკეთებ იმას, რომ ბავშვს შეუქმნი განცდას, რომ ის არის გადარჩენილი, მაშინ ალბათ კარგი პროფესიონალი ხარ. და მე მინდა რომ ბოლო მიმართვა გქონდეს თუნდაც იმ სულ რომ ერთმა ბავშვმა ნახოს. მინდა რომ აი ახლა კამერაში ადამიანმა რომელთანაც პროფესიაში ერთად მუშაობა მეგობრობა უდიდესი პატივია თამუნამ მიმართოს და უთხრას თავისი სათქმელი როგორც უფლებადამცველმა ბავშვს. პირველი გულწრფელად ვეტყვი იმას, რომ ძალიან მიყვარან ბავშვები. ვეტყვი იმას, რომ არასოდეს არ თქვან უარი თავის ოცნებებზე. ხანდახან ჩვენ დაუნებურად მოგდის ხოლმე ისე, რომ ბავშვებს რაღაც мотиваციას ვუკარგავთ და ჩვენ ვაფასებთ რა შესაძლებლობები აქვს ბავშვებს, რაც არასწორია. ამიტომ ვეტყვი ბავშვებს, რომ თითოეულს არავის არ მისცენ უფლება, რომ უარი ათქმევინონ ოცნებებზე, იბრძოლონ თავისი ოცნებებისთვის და გახადონ ეს სამყარო უკეთესი. ასფურცალ ამბების მეხუთე ეპიზოდისთვის ძალიან დიდი მადლობა თამუნას და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ უკვე ერთგულ მაყურებელს, რომელიც ამ ძალიან მძიმე თემაზეც წამოყვა და ჩვენთან ერთად დარჩა. დროებით გემშვიდობებით.